კონსტანტინოპოლის დაცემა ჩვენი გაკვეთილი შემდეგი თემა არის. კონსტანტინოპოლი დაეცა ოსმალთა მიერ. ჯერ სანამ უშუალო თემაზე გადავა კონსტანტინოპოლის დაცემაზე, ვისაუბრებ როგორ ჩამოყალიბდა ოსმალეთი. ოსმალთა სახელმწიფო წარმოიშვა 1300 წელს, როდესაც რუმის ნანგრევები დაიშალა. რუმი ჩვენ ვისწავლე წინა გაკვეთილზე გავიხსენოთ, ეს არის თურქ-სელჩუკთა ნანგრევებზე აღმოცენდა ორი სასულთნო, რუმისა და ხორეზმის სასულთნო. ანუ მე-12 საუკუნეში დაიშალა თურქ-სელჩუკთა სასულთნო და აღმოცენდა რუმი და ხორეზმი. აი სწორედ რუმის ნანგრევებზე შემდეგ, ანუ მე-12 საუკუნიდან მე-13 საუკუნემდე არსებობდა რუმი და მე-13 საუკუნეში, კერძოდ 1300 წელს დაიშალა რუმი და მის ნანგრევებზე აღმოცენდება სწორედ ოსმალთა სასულთნო. ოსმანი იყო პირველი მმართველი და სწორედ მის საპატივცემლოდ ეწოდა ოსმალეთის იმპერია, რომელიც მართავდა ოსმალეთს 1258 წლიდან 1326 წლამდე. ოსმალთა სასულთნოს ევროპელები ოტომანებს ეძახდნენ, ოტომანების იმპერიას და ეს ოსმალთა იმპერია დაარსდა მე-13 საუკუნეში და ძლიერებას აღწევს მე-15-16 საუკუნეში, ხოლო დაიშალა 1923 წელს და დღეს მოიხსენიება თურქეთის რესპუბლიკად ეს ტერიტორია. ეხლა რაც შეეხება ოსმალთა ძლიერების პერიოდს, ვისი მმართველობის პერიოდში, ასე ვთქვათ, აღწევს ძლიერებას და დაპყრობით ომებზე ვისაუბრებ. ოსმალთა იმპერია ყალიბდება როგორც გითხარით ოსმან პირველის მმართველობის პერიოდში. სწორედ ოსმან პირველმა, ასე ვთქვათ, მოახდინა ზეგავლენა და შეავიწროა თურქული მოტკნის ტომები და მათ შორის, ასე ვთქვათ, 1301 წელს დაიპყრობს ბიზანტიას და მის დაქვემდებარებაში გადმოდის. ამის შემდეგ, მუსლიმები ოსმალები საკუთარ თავს მოიხსენიებდნენ ღაზიებად, წმინდა ომის ასე ვთქვათ, მებრძოლებად და სწორედ ასეთი, ასე ვთქვათ, ისტორიული სახელწოდებით მოიხსენიება. როდესაც დაპყრობით ომებს აწარმოებდა ოსმანი, მისი გარდაცვალების შემდეგ, რა თქმა უნდა, კიდევ გრძელდებოდა მის მემკვიდრეების მიერ დაპყრობითი ომები, კერძოდ აიღეს ბურსა 1326 წელს დაიპყრეს ოსმალებმა მარბიელი ლაშქრობების შედეგად ანატოლიის ქალაქ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი. 1328 წელს ოსმალებმა მიაღწიეს ბოსფორის სრუტეს. 1352 წელს დაიკავეს, ასე ვთქვათ, მთელი აღმოსავლეთ ბიზანტიის ნაწილი. შემდეგ კი გალიპოლი დაიპყრეს, დაიკავეს მთელი ეს ნახევარკუნძული და უკვე ნელ-ნელა ფართოვდება ოსმალეთის ტერიტორია. 1387 წელს ისინი დაეუფლებიან მნიშვნელოვან ბერძნულ ქალაქებს თესალიასა და დაამარცხებენ სერბეთს კოსოვოს ბრძოლაში. 1386 წელს ნიკოპოლისის ბრძოლით ციხესიმაგრეებს დაიპყრობენ, რომელიც, ასე ვთქვათ, მარბიელი ლაშქრობების შედეგად, ასე ვთქვათ, გადმოდის მთელი ბულგარეთის, თანამედროვე ბულგარეთის ტერიტორიები. შემდეგ ამ ბრძოლას ზოგჯერ უკანასკნელი, ასე ვთქვათ, ჯვაროსნულ ლაშქრობებსაც მოიხსენიებენ, ჯვაროსნულ ლაშქრობადაც მოიხსენიებენ, რომელიც ამ ნიკოპოლისის, ასე ვთქვათ, ბრძოლის შედეგად, 1386 წელს წარიმართა ეს ბრძოლა. 1397 წელს ოსმალებმა საბოლოოდ დაამარცხეს მეტოქე ყარახაზინიდები და მთლიანად გაბატონდნენ ანატოლიაში. ეტაპობრივად, ასე ვთქვათ, ავრცელებდნენ კიდევ დაპყრობით ომებს 1402 წელს ანკარასთან. აქ ოსმალებმა, ასე ვთქვათ, თემურლენგის ჯარები, ასე ვთქვათ, შეტაკება მოხდა თემურლენგსა და ოსმალებს შორის და აი აქ იწვნია, ასე ვთქვათ, ოსმალებმა პირველი, ასე ვთქვათ, მარცხი და გაიმარჯვა თემურლენგმა ბრძოლაში, ისე ვიმეორებ 1402 წელს ანკარასთან ბრძოლის დროს.
შემდეგ რაც შეეხება ოსმალეთის მმართველი იყო ამ პერიოდში სულთანი ბაიაზიდ მეორე და ეს ამ ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა. 10 წელზე მეტი გაგრძელდა ტახტისათვის ამის შემდეგ ბრძოლა ბაიაზიდის ვაჟებს შორის, თუმცა მე-15 საუკუნის 20-იან წლებში ოსმალებმა თანდათანობით დაიწყეს დაკარგული პოზიციების, ასე ვთქვათ, აღდგენა. სულთან მურად მეორე, რომელიც ზეობდა 1421-51 წლებში, დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები და ამგვარ ვითარებაში ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ბიზანტიის, ასე ვთქვათ, დღეები დათვლილი იყო ნელ-ნელა გეზი ჰქონდა დაღებული ბიზანტიის დასაპყრობად. შემდეგ ჩვენ ვიცით ისტორიულად, რომ როდესაც მიმდინარეობდა ჯვაროსნული ლაშქრობები ოსმალეთზე, ჯვაროსნული ლაშქრობები იერუსალიმის გასათავისუფლებლად წინა გაკვეთილებზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ კონსტანტინოპოლი, კერძოდ ბიზანტიის დედაქალაქი ჯვაროსნებმა 1204 წლებში, ასე ვთქვათ, დაიპყრეს და მან დააარსეს ლათინთა იმპერია და ლათინთა იმპერია, რომელმაც იარსება 1261 წლამდე, ანუ ნიკეას იმპერატორმა მიხაელ მესამე პალეოლოგოსმა აღიდგინა თავიანთი, ასე ვთქვათ, ბიზანტიელი იმპერატორების მმართველობა და ისე დაიწყო ბიზანტიის, ასე ვთქვათ, მომდევნო მმართველობით, ასე ვთქვათ, განახლდა მმართველობა ბიზანტიის. რაც შეეხება 1261 წლიდან ძალაუფლება განიმტკიცეს ბიზანტიელებმა, თუმცა მაინც ხდებოდა ამ სახელმწიფოზე, ასე ვთქვათ, აქცენტი ყურადღების გადატანა ოსმალების მიერ და სწორედ სულთან მეჰმედ მეორის მმართველობის პერიოდში, როდესაც ის ზეობდა 1411-1491 წლებში 160,000-იანი მეომრით ის შედის კონსტანტინოპოლში 1453 წლის 29 მაისს და აქ ოსმალებმა, ასე ვთქვათ, გატეხეს ქალაქი და მთლიანად, ასე ვთქვათ, კონსტანტინოპოლი დაეცა და მეჰმედ მეორის დაქვემდებარებაში შევიდა, რომელიც, ამ პერიოდში კონსტანტინოპოლის მმართველი იყო კონსტანტინე მე-11 პალეოლოგოსი, რომელიც ზეობდა 1459 წლიდან 1453 წლამდე. მას მხოლოდ ყავდა 7500 ჯარი ამ ბრძოლის დროს. შემდეგ რაც შეეხება ამ კონსტანტინოპოლის დაცემას, ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ მე-15 საუკუნეში ფაქტიურად მოხდა გარდამტეხა, იმიტომ რომ ქრისტიანულ სახელმწიფოზე, საიდანაც ქრისტიანობა საერთოდ ზოგადად სხვა სახელმწიფოებში გავრცელდა, აი ამ სახელმწიფოზე მოახდინა ზეგავლენა ისლამურმა სახელმწიფომ ოსმალეთმა და ამიტომ ეს თითქოს და საწყისი არის ახალი დროის დაწყების. ანუ მე-15 საუკუნე, კერძოდ 1453 წელი მოვლენა კონსტანტინოპოლის დაცემა ოსმალების მიერ. ჩვენ ვიცით, რომ ამ პერიოდში, კერძოდ მე-15 საუკუნეში, საქართველოში მეფობა გაუქმდა, ეს წინა გაკვეთილიდან ვიცით, დაიშალა სამ ნაწილად სამეფო სამთავროდ, ქართლი, კახეთი და იმერეთი. საქართველოს უკანასკნელი გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი მეფე იყო გიორგი მერვე და ესეც ქართველებისათვის გარდამტეხი მოვლენა იყო. ამიტომ საქართველო მოექცა ისლამურ სახელმწიფოებში და აი ამ კონსტანტინოპოლის დაცემას ძალიან ბევრი მოვლენები უკავშირდება, რომელსაც ჩვენ მომდევნო გაკვეთილებში გავეცნობით. კერძოდ ის, რომ ოსმალთა სახელმწიფო ჩაკეტავს სხვა ქრისტიანულ ევროპულ სახელმწიფოებს, სავაჭრო გზებს, ასე ვთქვათ, ჩაუკეტავს, ამიტომ გადასახადს დააკისრებს, რითაც ის უფრო ძლიერდება და შემდეგ იქმნება ოსმალეთის წინააღმდეგ კოალიცია, რომლის მეშვეობითაც ოსმალეთი დაეცემა და, ასე ვთქვათ, აი ამ თემებზე შემდეგ გაკვეთილზე უფრო ვისაუბრებ დეტალურად.